კაი გამარჯობა, მე გიორგი ლიპარაშვილი ვარ, იგივე ლიპარა მოსწავლებელი და დღეს ლიპარასკევობა, რომელსაც დავარქმევთ და ქვია დღევანდელ გადაცემას რატომ ჭამს სახედარი ქაღალდს. ამავე სახელწოდების მოთხრობა აქვს რევაზ დინანიშვილს, საბავშვო და სადიდო მწერალს, ერთ-ერთ საუკეთესო მოქართულეს, მოაზროვნეს, რომელიც ფიქრის გზას გვიჩვენებს. უბრალოდ პაუზა ჭირდება და დროის პატარა გამოყოფა, რომ ჩაუჯდეთ დინანიშვილს და წავიკითხოთ და მის მოთხრობებზე ავფიქრიანდეთ. მოკლედ, ნახოთ ერთად რატომ ჭამს სახედარი ქაღალდს. ეს სულ რაღაც 9 მეტრა მოთხრობა, მაგრამ ბევრ გრძელ ხიდზე უფრო დიდი და მნიშვნელოვანია. მაშინ ასე, რევაზ დინანიშვილი რატომ ჭამს სახედარი ქაღალდს. მიდის სახედარი. ისეთი მძიმე ტვირთი კიდია გგონია, სადაცაა წელს ჩასწყვეტს. გაჩქარებული მიაპაკუნებს ფეხებს, გგონია შინ მიიჩქარის. ერთი მალე მივიდე, რომ ეს ოხერი ტვირთი მოვიხსნაო, მაგრამ აი უცებ გზის იქეთ გაზეთის ნახევი დაინახა. გზიდან გადაუხვევს იმ გაზეთის ნახევს შემოულის, დააშტერდება, დასუნავს, ჩიჩვირით გადააბრუნ გადმოაბრუნებს, ერთი ამოიგმინებს და მერე შეჭამს. აი ესე შეჭამს და გზას განაგრძობს. რატომ ჭამს სახედარი ქაღალდს? აი თურმე რატო. ძველად, სულ ძველად, როცა დედამიწაზე მთლიანად ტყეებითა და მაღალი ნოყიერი ბალახით იყო დაფარული, ჩვენი დღევანდელი შინაური ცხოველებიც გარეულები იყვნენ. შავი დინჯი ნაღვლიანი კამეჩი დაბურულ ჭალებში დაიხეტებოდა და როცა სევდა მოეძალებოდა, ბორცვზე შემდგარი ყოყინებდა. ღორი შამბმორეულ მუხნარში დაშლიჯინებდა, ათქაფუნებდა რკოს და მუხის ფესვებზე ილესავდა ეშვებს. ძაღლი მგელივით, დღისით იმალებოდა და ღამით ნადირობდა. ცხენები, ძროხები, თხები და სახედრებიც მინდვრებში დანავარდობდნენ. მოსძოვდნენ მაღალ ნოყიერ ბალახს, დანაყდებოდნენ და მერე ყუდაპრეხილები დანავარდობდნენ. მაგრამ თანდათან ადამიანები გამრავლდნენ. ადამიანები ხომ ყველაზე ძლიერები არიან, ყველაზე ჭკვიანები არიან და ამიტომ ტყეები გაჩეხეს. არიან ყველაზე ჭკვიანები ადამიანები? ტყეები გაჩეხეს, მინდვრები გადახნეს, ცხოველების დიდი ნაწილი დახოცეს და შეჭამეს. ხოლო რაც გადარჩათ, იმათაც ყოველდღე დასდევდნენ, ჯერ ქვიშუბებით, მერე კი მშვილდისრებითა და თოფებით. ცხოველები ძალიან შეწუხდნენ, ადგნენ და ზოგნი თავისი ფეხით მივიდნენ ადამიანებთან. ოღონდ უნდა გხოცავ და გემსახურებითო. მეო, თქვა ძროხამ, რძის მოცემა შემიძლიაო. მეო, თქვა ცხენმა, ზურგზე შეგისვამ და საითაც მოგესურვებათ, იქეთ გაგაქროლებო. მეო, თქვა ღორმა, ოღონდ კარგად მასვი დამაჭამე, გამასუქე და მერე თუნდაც დამკალიო. ძალიან გემრიელი ხორცი მაქვსო და ადამიანმა პირობა მისცა. კარგიო, ასე იყოსო და თავისთან დაიტოვა ძროხაც, ცხენიც და ღორიც. უვლიდა, პატრონობდა და ცხოველებიც, რომელსაც რით შეეძლოთ, იმით უხდიდნენ სამაგიეროს. ერთ დღეს ადამიანთან სახედარიც გამოცხადდა. სახედარი მაშინაც ასეთი იყო, როგორიც ახლა, მორცხვი, თავმდაბალი, მორჩილად გაჩერდა სახლის წინ და დაიწყო ცდა, როდის გამოხედავდნენ. ბოლოს როგორც იყო, ადამიანიც გამოვიდა, გულგრილად გადმოიხედა აივნიდან, დაამტკნარა და ისე იკითხა. ვინა ხარ? მეო, მორიდებით მიიღო სახედარმა. ცხენის ნათესავი ვარო. მართალია ცხენზე პატარა ვარ, ფეხები წვრილი მაქვს, მაგრამ ცხენზე ნაკლები ტვირთის დარება როდის შემიძლიაო? მიპატრონე და ტვირთის გადატანა გადმოტანაში მოგეხმარებიო. ადამიანმა ერთხელ კიდევ აათვალიერ ჩაათვალიერა. სახედარი ერთხელაც დაამტკნარა და ხელის ჩაქნევით უთხრა. კარგი დარჩიო. სახედარი ადამიანთან დარჩა. ბინა დროებით სანამ ახალს აუშენებდნენ, ცხენის გვერდით მისცეს. სახედარი ამითაც კმაყოფილი იყო, არავისი აღარ ეშინოდა, არ აწვიმდა, ცივი ქარიც აღარ უვლიდა ფერდებში. დაიწყო მუშაობა გულმოდგინედ, თავისებური სიდინჯით. ადამიანი ტყეში, წისქვილში, ვენახში და ასეთ ადგილებში მას დაატარებდა. ცხენით კი ნათესავებში და დღეობებში დაბრძანდებოდა. გაწმენდავდა, სულ ბზინვას დააწყებინებდა, შეყაზმავდა, მოვერცხლილი მოსართავებით შეჯდებოდა და ჰერი მიდიოდა და მიიმღეროდა. მაგრამ სიმღერა ხომ მარტო ადამიანებს არ უყვართ. მღერიან ფრინველები, მღერიან ბაყაყები, მღერიან ჭრიჭინები. თურმე ნუ იტყვით და სახედარიც. ყვარებია სიმღერა. რაც უნდა ბევრი ემუშავებინათ, რაც არ უნდა დაღლილი ყოფილიყო, ვერ მოითმენდა, რომ დღეში 1-2 მაინც არ შემოეძახა. დააღებდა პირს და შემოძახებდა. თქვენ იცით როგორ შემოძახებს ხოლმე სახედარი? იცით?
სახედარს ეს ძალიან კარგ სიმღერად მიაჩნდა. ადამიანებს კი გულს უხეთქავდა. მძინარე ბავშვები იღვიძებდნენ და ჩხავილს იწყებდნენ. ქალები ყურებში თითებს იცობდნენ და თვალებს ხუჭავდნენ. კაცები კიდევ გამოიტანდნენ მსხვილ ხორკლიან სახეს და უცხუნებდნენ და უცხუნებდნენ. წადი მოსწყდი აქედან სხვაგან იღრიალეო. გააგდებდნენ მინდორში და სანამ რაიმე ტვირს გადაიტანდა თუ გადმოიტანდა, არ დასჭირდებოდათ აღარ მოიკითხავდნენ. დადიოდა საწყალი სახედარი სოფლის გადახრიოკებულ ნაპრალებში და ნარსა და კაჭკაჭა ბალახს ხოხნიდა. ხან აწვიმდა, ხან ათოვდა, ხან კი ისეთი მზია ცხუნებდა ტვინი უდუღდებოდა. ითმინა იმ საბრალომ და ბოლოს სასამართლოში წავიდა. ეუბნება სათვალიან მოსამართლეს. მე და ადამიანმა პირობა დავდეთ, იმას ჩემთვის ბინა და საჭმელი სასმელი უნდა მოეცა, მე კი იმისთვის ტვირთი მეზიდაო. ახლა ტვირთს მაზიდინებს და საჭმელ-სასმელს ვიღაჩივის, ეზოშიც აღარ მიშვებსო. საბუთი გაქვსო? კითხა სათვალიანმა მოსამართლემ. რა საბუთიო? გაუკვირდა სახედარს. ქაღალზე დაწერილი საბუთი, რომ შენ და ადამიანმა ეგეთი პირობა დადეთო. მე წერა კითხვა სულაც არ ვიციო, მიუგო შეწუხებულმა სახედარმა. აბა მას შენს თავს დააბრალე. თუ ქაღალზე დაწერილი საბუთი არ გაქვს, ისე ადამიანს პასუხს ვერ მოთხოვო. სასამართლოს წესი ეგეთიაო. რაღა უნდა ექნა საწყალ სახედარს? ერთი ამოიოხრა, გამობრუნდა დაღონებული და გაბოღმებული. და ისევ სოფლის გადახრიოკებულ ნაპირებში დაიწყო ხეტიალი. გაჩერდებოდა და ფიქრობდა თვალცრემლიანი. წერა კითხვა რომ ცოდოდა, ასე ხომ არ დამემართებოდაო. და იმ დღის შემდეგ სულ ცდილობს, როგორც კი ქაღალდის ნაგლეჯს დაინახავს, პატარა ნაგლეჯს მივა, დასუნავს, გადააბრუნებს, გადმოაბრუნებს და თუ ასუებია ზედ დაწერილი, შეჭამს. გონია, რომ ასე უნდა წერა-კითხვის სწავლა, რაც უფრო ბევრასო შევჭამ, ბევრს ვისწავლიო, მაგრამ რას ისწავლის ამით თქვენ? ეს გეცოდინებათ პატარებო. მე მაინც მგონია, რომ მართალნი არა ვართ, როცა უსწავლელ რეგვენ ადამიანს სახედრის სახელით მომიხსენიებთ ხოლმე. ვინ იცის რამდენ რამეში არ ვართ მართალნი. აქ თავდება ეს ამბავი, რომელსაც ქვია ესეთი სახელი, რატომ ჭამს სახედარი ქაღალდს. რა კარგად თავდება, ხო? რამდენ რამეში არ ვართ მართალნი. მართლა რამდენ რამეში არ ვართ მართალნი, ხო? თავის მოტყუებაში ვითომ ჭამა რო გგონია ყველაფერი იმაში, სხვის თანაგრძნობის არქონაში. ქაღალდში შეიძლება კიდე მარტო გაზეთი ან ფურცელი კი არ მოვიხსენიოთ, ქაღალდია ფულიც, მარტო ფულის ჭამაც არ არის, ხო? ცხოვრება სხვა რამეა და ადამიანობა სხვა რამეა და ზოგჯერ ბევრი ცხოველი ბევრ ადამიანს ბევრად აღემატება. ამიტომ მადლობა უთხრათ რევაზ ინანიშვილს, რომ აგვაფიქრა და მისი წლების წინ დაწერილი მოთხრობა დღევანდელობას რო ესე კარგად შეესაბამება. და თავისუფლება უსურვოთ რეჟიმის ტყვეებს, უკანონო დაპატიმრებულ ადამიანებს და სამართალი და თავისუფლება უსურვოთ ჩვენს ქვეყანას. დიდი მადლობა, მედალი პარასკევობა, შემდეგ პარასკევამდე გემშვიდობებით. ეს არ ჭამოთ. სამართალმა უნდა ჭამოს პური და არა სახედარმა. აბა ბედნიერად.